დღეს შაბათია და შესაბამისად შევისწავლოთ როგორ უნდა გამოთქვათ სიტყვები ამერიკულად. Პირველი გახლავთ სიტყვა ალბათ. Probably აი ესე იწერება და ხშირად გამოთქვამენ ხოლმე ამგვარად. თუმცა ამერიკულში probably ალბათ. მაგალითად, I'll probably call you later. მე ალბათ დაგირეკავ შენ მოგვიანებით. შემდეგი განსაკუთრებით especially ესე იწერება და ხშირად ესე გამოთქვამენ, თუმცა ამერიკულში ეს პირველი i არ ჟღერს და ის გარდაიქმნება როგორც ძალიან რბილ a და ძალიან სწრაფ a-თ. არ ხდება ამ a-ს გაწელვა. და გამოდის შემდეგნაირად especially. მაგალითად, I like coffee especially in the morning. მე მომწონს ყავა განსაკუთრებით დილით. შემდეგი გახლავთ საინტერესო. Interesting. ესე იწერება, ხშირად ესე გამოთქვამენ, თუმცა ამერიკულში გამოდის interesting. Interesting არ უნდა ეს უნდა ამოვიღოთ. Interesting. საინტერესო. მაგალითად, that sounds really interesting. ეს ჟღერს ნამდვილად ძალიან საინტერესოდ. შემდეგი გახლავთ ოჯახი. Family. როგორც იწერება, ხშირად ესე გამოთქვავს ხოლმე ხალხი, თუმცა ამერიკულში family, აი ეს i იკვეცება, საერთოდ ამოდის და გვაქვს ორი მარცვალი. Family. მაგალითად, my family lives nearby. ჩემი ოჯახი ცხოვრობს ძალიან ახლოს. შემდეგი, ასევე ხშირად გამოყენებული სიტყვა, ფოტოაპარატი. Camera. ესე გამოითქმის ხოლმე camera. Camera იწერება. და ხშირად ხალხი camera ესე ამბობს. თუმცა ამერიკულში ეს შუაში არაა საჭირო და გამოდის ორი მარცვალი. Camera. არ უნდა ესე. Camera. მაგალითად, I forgot my camera at home. მე დამოვიწყდა ჩემი ვიდეო აპარატი სახლში.